გაგიგიათ თუ არა ის, რომ ჩიტებზე ამბობენ, რომ მათი წინაპრები, ანუ ვისგანაც ჩიტები წამოვიდნენ და ვისი შთამომავლობაც არიან, იყვნენ დინოზავრები. წინა ვიდეოში მეც ვთქვი. შეიძლება რთული დასაჯერებელი იყოს, ანუ ჩიტს რომ შეხედავ T-Rex სარგავს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რეალურად ფრინველები პირდაპირ მოდიან იმ დინოზავრების ჯგუფიდან, რომლებიც მილიონობით წლის წინ ცხოვრობდნენ დედამიწაზე. ფრინველების სახეობებს, ისევე როგორც ნებისმიერ თანამედროვე სახეობას, გააჩნია წინაპრების ძალიან გრძელი სერია, რომელიც გადაწელილია მილიონობით წელზე. ანუ დინოზავრებს შეგვიძლია შევხედოთ როგორც ფრინველების დიდ ასე შემდეგ დიდ ბებიებს და ბაბუებს. წინაპრების ამ სერიას უწოდებენ evolutionary lineage, რაც ქართულად არის ევოლუციური საგვარეულო, პირდაპირ რომ გადავთარგმნოთ, და ასევე ხშირად გაიგებთ ევოლუციურ ხაზს, ანუ evolutionary lineage არის ევოლუციური ხაზი. და ისევე როგორც სხვა სახეობებს, ფრინველებსაც ჰყავთ მონათესავე სახეობები, რომლებიც გარკვეული დრო ერთ ხაზს იზიარებდნენ, ერთ ხაზზე იყვნენ ევოლუციის და შემდეგ თავთავიანთ დამოუკიდებელ ევოლუციურ გზებზე გადაუხვიეს. თანამედროვე ფრინველების ევოლუციური ხაზი მიდის იურულ პერიოდამდე, რომელიც იყო 165 მილიონი წლის წინ. ამ პერიოდში დედამიწაზე იყვნენ საკმაოდ ცნობილი ტიპის დინოზავრები, სტეგოზავრი შეიძლება გაგიგიათ და ბრაქიოზავრი, და ასევე თანამედროვე ფრინველების შორეული ნათესავები, არქეოპტერიქსი და ანქიორნისი, რაც საკმაოდ გავს ასტერიქსს და ობელიქსს. და ეს ორი შორეული ნათესავი, არქეოპტერიქსი და ანქიორნისი, სხვა ფრინველისმაგვარ დინოზავრებთან ერთად მიიჩნევიან პირველ ფრინველებად. მათ ჰქონდათ გრძელი კიდურები, ბუმბულიანი სხეული, ფრთები და სხვა ფიზიკური ნიშნები, რომლებიც ყველა თანამედროვე ფრინველს აქვს. მაგრამ ყველა ფრინველი, როგორც თანამედროვე სახეობები და ისე შორეულ წარსულში მცხოვრები ჩიტისმაგვარი, ფრინველისმაგვარი სახეობები, სათავეს იღებენ საერთო წინაპრიდან, ანუ ორგანიზმების იმ ჯგუფიდან, რომელიც საზიაროა ამ რამდენიმე ევოლუციური ხაზისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნებისმიერი თანამედროვე ფრინველი, იქნება ეს მტრედი თუ პინგვინი, მოდის ერთი და იმავე ფრინველისმაგვარი დინოზავრისგან. იმის საჩვენებლად თუ როგორაა დაკავშირებული ერთმანეთთან სხვადასხვა ევოლუციური ხაზი, გამოიყენება ევოლუციური ხეები. და ასე შეგვიძლია ვნახოთ მაგალითად როგორ კავშირში არის ფრინველების სხვადასხვა სახეობები და მათი საერთო წინაპრები. მეცნიერები ასეთ ევოლუციურ ხეებს ქმნიან სხვადასხვა მტკიცებულების საფუძველზე. ესენია გათხრები და აღმოჩენილი ნამარხების დნმ-ის შესწავლა, რომ დადგინდეს საერთო თვისებები. ეს ხეები რეალურად წარმოადგენენ მოდელებს, რომლებიც გვეხმარება უკეთ შევისწავლოთ ევოლუციური ურთიერთქმედებები, როგორი იყო დროის განმავლობაში. და მოდი ვნახოთ ევოლუციური ხე, რომელიც მეცნიერებმა შექმნეს ქალაქის მტრედებისთვის და მისი ნათესავებისთვის. რას გვეუბნება ეს ხე? როგორ არიან დაკავშირებული მტრედები და სხვა სახეობები? ევოლუციურ ხეებს ტყუილად არ უძახით ხეებს. ამისი მიზეზი ისაა, რომ ევოლუციურ ურთიერთქმედებებს სხვადასხვა საგვარეულოს შორის, ან სხვადასხვა სახეობას შორის წარმოადგენს ტოტები, განშტოებები, რომლებიც გვიჩვენებს ვინ ვისთანაა ნათესავი, ვინ უფრო ახლო ნათესავია, ვინ უფრო შორი და რანაირად და ასე შემდეგ. და განშტოებების დაბოლოებები წარმოადგენენ თანამედროვე ორგანიზმების ჯგუფებს. ამ შემთხვევაში გვყავს მტრედები, მეზიტისებრნი და გვრიტჩიტასნაირები. ჩემი მოგონილი სახელები არა, ესაა ქართული თარგმანი, მოუძებნე მართლა ასე იყო. და ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ ასევე აქვთ საერთო ფიზიკური თვისებები, მაგალითად პატარა ნისკარტები. მოდი ახლა კარგად დავაკვირდეთ ამ ევოლუციურ ხეს. რას ნიშნავს ტოტების გაყოფის ეს წერტილი? ეს წერტილი წარმოადგენს საერთო წინაპრებს, რომლებიც ოდესღაც არსებობდნენ და აერთიანებენ ყველა ამ ევოლუციურ ხაზს. და სწორედ ამათგან წამოვიდნენ ეს თანამედროვე ფრინველები. მეზიტისებრებს და გვრიტჩიტასნაირებს დაახლოებით 60 მილიონი წლის წინ ჰყავდათ საერთო წინაპარი, რაც აღნიშნულია ტოტის გაყოფის წერტილით. მაგრამ რას ნიშნავს ეს წერტილი ზუსტად? ეს ნიშნავს, რომ შორეულ წარსულში, სულ მცირე 60 მილიონი წლის წინ, არსებობდა ფრინველის სახეობა, რომელიც არც მეზიტისებრი იყო და არც გვრიტჩიტასნაირი, მაგრამ ჰქონდა ორივე სახეობისთვის დამახასიათებელი საერთო თვისებები. ეს იყო მათი საერთო წინაპარი. შემდეგ გარკვეულ მომენტში, რომელიც რეალურად მართლა მომენტი კი არ იქნებოდა და 1 ან 2 დღე კი არა, ეგეც დიდი პერიოდი იქნებოდა, ამ საერთო წინაპრის სახეობა გაიყო და წარმოიქმნა ორი განსხვავებული ევოლუციური გზა. ერთი გზა წავიდა მეზიტისებრებისკენ და მეორე წავიდა გვრიტჩიტასნაირებისკენ. და კიდევ უფრო უკან თუ წავალთ, დაახლოებით 65 მილიონი წლის წინ, ნახავთ კიდევ ერთ გაყოფის წერტილს, რომელიც წარმოადგენს სხვა საერთო წინაპარს,
ეს წინაპარი კიდევ უფრო დიდი ხნის წინ იყო და ამ წინაპრების სახეობაც გაიყო და წარმოიშვა ორი ხაზი. ერთი წავიდა მტრედებისკენ და მეორე წავიდა მეზიტისებრებისა და გვირტ-ჩიტასნაირებისკენ. ესე იგი, ევოლუციური ხის ყურებით შეგვიძლია ვისწავლოთ, თუ რამდენად ახლოს არიან ერთმანეთთან სხვადასხვა ევოლუციური ხაზები, რამდენად ახლო კავშირია მათ შორის. ორგანიზმები, რომლებსაც უფრო ახლო წარსულში ჰყავდათ საერთო წინაპარი, ერთმანეთთან არიან უფრო მჭიდრო ნათესაობაში. ხოლო ორგანიზმები, რომლებსაც უფრო შორეულ წარსულში ჰყავდათ საერთო წინაპარი, ერთმანეთთან არიან ნაკლებად ახლო კავშირში. მეზიტისებრების და გვირტ-ჩიტასნაირების საერთო წინაპარი უფრო ახლო წარსულში არსებობდა, ვიდრე ამ ორის და მტრედების საერთო წინაპარი. ეს ნიშნავს, რომ მეზიტისებრები და გვირტ-ჩიტასნაირები ერთმანეთის უფრო ახლო ნათესავები არიან, ვიდრე მტრედების. ესე იგი, რა გავიგეთ? გავიგეთ, რომ ის ჩიტები, ის ფრინველები, რომლებიც ჩვენ გარშემო არიან და მიჩვეული ვართ მათ ყურებას, რეალურად ყველა მათგანი წამოვიდა იმ ორფეხა ფრთიანი საერთო წინაპრისგან, რომელიც დედამიწაზე 165 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა დინოზავრებთან ერთად.